ხაზზე მოვდი რა. სულ 5 წუთი რა. დაიგა. აი დაგირეკავს საღამოს და მოგიყვებით ყველაფერს ახლა სამსახურშია. მინდი კოცმიკა. ეს ყავაზე უარს ვამბობთ, რომ ვიცოდე? არა, უბრალოდ ეკამ დამირეკა ცოტა შემოყვავდი და აი ხა უცებ მომჩება. აუნეთ ადრე შემოსულიყავი რა, როგორ ვარ? ძალიან კარგად ვარო დამაწინაურესო. დაგვაყოფილი იყო. ნუ რატო არ მეკურს, მაგარი გოგოა რა. ვინა მისცეს 3 საძინებლი და ერთ-ერთი თქვენიაო. ნეტა როდესმე თუ ჩავალთ? მოვახერხებთ, აბა რას ვიზამ, თან წარმოიდგინე ისეთ მოწვევას გაგიკეთებთ, რომ საერთოდ არანაირი პრობლემა არ გექნებათ, რა. არ მიყვარს. და ის, ვინც წაიყვანა, როგორ არის? რაიმე ის არ იცი რა დღეშია, რაღაც რეჟისორს გადავუღია რაღაც რეკლამაში სუპერმარკეტის და ჭყუაზე არ არის. სერიოზულად? გოგა ნახე რა. და წარმოიდგინე, ეკამ თქვა, რომ ეხლა კინოვარსკვლავიდან ისე და წარმომდგენია რეკლამა, რომ გამოვა მე რა დღეში ვიქნები, გავიქცევი ალბათ სახლიდანა. ძალიან საყვარელია. უთხარი შენი ამბები? არა, საღამოს დაურეკავ და მოვუყვებე ყველაფერს ნორმალურად. კაი, წავედი ხა. ხო, თორე ყავა თუ არ დავლეთ, თავი ამტკიცდება. კაი. აუ, ქეთი. ესენი უნდა დავუტოვო მდივას და წადი და დაგეწევი რა. კაი, დროზე რა. ხალები ზავდა. გამარჯობა, გიორგი. აქ რა საკეთო? აქ მუშაობ. შენთან მუშაობ. მეჩქარება უნდა წავიდე, ხო? My definition. Think I scared you off the day we met. Just hadn't happened yet. But you soon would, and then you would surely let me go. For fear of hurting my soul. მოგძევს ვინმე? არა. აბა ძალაგერჩის? არა, უბრალოდ სწრაფად ჩამომეკაჩა სახელური და დაჯიკი. არა, იყოს, ვიდგები. ესე მირჩევნია. ესე უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს. რატო? რო ჯდები მე სულ მეძინება და ხან თავს ვარტყავ რაღაცას და ხან კაი დაივიწყე. მაშინ იდეგი. ხო, ესე მირჩევნია. რაკენი დაამთავრე შეკვეთა. გავაკეთე. და მინდა რომ ნახო. კაი გამოვიდა? კი. და საერთოდ იმ არაზიატე ხამხელ ამბავი ეგეც ვერ გავიგე. კაია თუ კარგი გამოვიდა. რა ტყუილა მოგვიშალა ნერვები რა. ხო. ვარ დაგეძინა. არა. მაშინ მელაპარაკე რო არ დაგეძინოს. ხო, ისედაც მაგას ვაპირებდი. უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. ბოლოდან. ან პრინციპში საიდანაც გინდა, მაინც ვერ ვიგებ, რას მელაპარაკებ. კარგი. მოკლედ მინდა იცოდე რომ ძალიან მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ ექიმმა ბავშვებს მასაჟები დაუნიშნა. რა ჭირდა, ხო კარგად არის. კი, უბრალოდ გამაჯანსაღებელიო, ესე თქვა ექიმმა. კარგად უნდა იყვნენ. კენჭები ვით უნდა იყვნენ. ხო და აი ამისთვის ხელფასი მჭირდება წინასწარ. ვიცი რომ რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ რა ვქნა, ვერსად ვერ ვიშოვე ეს ფული რა. ზვიად. ხო იცი რომ ამ თვეში თითქმის არც გვიმუშავრია. მართლა ერთი თეთრი არ მაქვს რა. რა ვქნა რა, არა და მაგრად მიტყდება, ყველაფერზე ნინის მშობლებს ვაწუხებთ. ის ეტლიც და ლოგინებიც მაგათ მაიყიდეს. ბოლო მამა ვარ და მეც ხომ უნდა გავაკეთო რამე არა.
აი მოვიფიქრებ რამეს. ზვია. ნახევარი ხელფასი გეყოფა? აუ კი. კაი, მაშინ ცოტა ხანში ჩაგიდეცხა. აუ ჩიგარი ხარ რა. silence crashes. ჩაგიხუტო? არა? კარგი. Carriage, thinking of you. Thinking of me. რა კარგი გოგო ხარ ვაღარდი. ის როგორ ნერვიულობ ხოლმე დები. სულ მგონია რაღაც გაწყვეტს და მე ვერ მეუბნები ხოლმე. როგორ არიან ჩემი გოგოები? პირველი გოგო? ეხა გავახსენდა ხო შენი გოგოები. ძილს დავაზინე. რატო რა ეთქინა რამე? მიცადე არ გააღვიძო. ისედან უნდა ვიცოდე მე მეტყვის რამეს თუ მანიშნებს. ბევრი იტი რა? კი, მთელი დღე ტიროდა. მთელი დღე რა ვალი იყო მოსული მოვიდა დააძინა, წავიდა თუ არა, ეგრევე თავიდან დაიწყო ტირილი და ეხა დავაძინე. თოლის გაეტირა ალბათ შენ კიდე რა გჭირს. სასაცილო არა მე? თაკო სასაცილო არ არის, მაგრამ არც სატირალი არ არის. ხო ხვდები არა, ბავშვია რა, ამისი ურთიერთობის ფორმა არის ტირილი. ხა სხვანაირად როგორ გაგაგებინოს რაღაცა. ხო და მე რა როგი რეკავდი აგიღო ტელეფონი და გეთქვა ეგ ყველაფერი. დავწყნარდებოდი ცოტას. როდის მირეკავდი? მირეკავდი? რა მაიმუნი ბავშვია ეს გაბრიელი, აზე ხარ ტელეფონი გამომართვა და ალბათ ხმას ჩაუძია. ანასთან იყავი შენ? ხო, დილით ხო გითხარი, მივდივარ მეთქი. არა ხო, ეგ მითხარი, მაგრამ მთელი დღე თუ დაიკარგებოდი, ეგ არ ვიცოდი. აი, ნოატრაკე გეხვეწები რა, თან ნახე რეები გამომატანა კატოსთვის. თითქმის უხმარიაო, შეხედე? აი ეს. თითქმის უხმარი რას ნიშნავს? არც მიაო რა. ნახე ესეც, ეს ბოტასი. შენ რო გინდოდა ესეთი არ არის? ეგეთი არ მინდოდა. თაკო რა გჭირს? ა? მე რა მჭირს? ხო, შენ რა გჭირს? და შენ რომ მითხრა რა ხდება არ შეიძლება, ხო? მოდი ხარ აქ და მოგაგ შენი ყოფილი ნაშის რაღაცა ტანსაცმელი და მე ძალიან უნდა გამიხარდეს, ხო? რა შუაშია რა ნაშის ტანსაცმელი, რა ყოფილი ნაშის. ჩემი უფროსი შვილის ნახმარი ტანსაცმელი მომაქვს, უმცროსი შვილისთვის მეტი არაფერი. რამე პრობლემაა? აუ, კერეს მომისმინა ისე ძალიან არ მიჭირს, რომ ჩემ შვილს ტანსაცმელი ვერ ვუყიდო რა. და მთელი ცხოვრება რაღაც მეორადებში არ გავზარდო. გული გამისყდა. ვიცოდი გაგიხარდებოდა. ხვალ ჩამოდიოდი? გეწყინა. ჩამოვედი, სახლი დავალაგე, ბავშვი დავაძინე. არა, დედა არ მიწყინა, უბრალოდ არ გეღოდი. კაი იყო? ხო, უნდა ჩამოსულიყავი, მაგრამ ნინკას ქმარი ჩამოვიდა და წამოვყევით. დაისვენეთ. გაერთეთ? მშვენივრად. ხო იცი, ბათუმი მიყვარს ყველა სეზონზე. სიმშვიდე, სიწყნარე, კაი ამინდები, ვსეირნობდით. რას გავს ეს ანა? რა? ერთი კვირი დაგტოვე და გამხთარი და ყვითელი დამხვდი. ვაიმე, ქეთი კარგი რა ყვითელი, როგორც დამტოვე, ისეთ დაგხვდი. გინდა ყავა? კი მინდა, ეს ყავა ჩამოვიტანე შენ რომ გიყვარს, მე გავაკეთებ. დასვენებული ვარ, შენ კიდე ისეთი სახე გაქვს, თითქოს ყოველდღე მოჩვენებას ხედა. ნუ ფაქტიურად ეგრეა. ანუ რაღაცა ჩემთვის თქვი ქეთი. ანა. აზრი არა აქვს, ხო? კაი, გეტყვი. გიორგი ვნახე. რა? ხო. გიორგი. ჩამოვიდა? სულ ჩამოვიდა? ნახე? ხო, ნახე და ხო ჩამოვიდა. და ეხლა ყოველდღე მომიწევს მაგის ნახვა. ანა წესიერად მომიყევით, შენ რა გინდა რომ გული შეტევა და მემართოს? არა, არ მინდა დედა რომ გული შეტევა დაგემართოს, დამშვიდი, დაწყნარდი. არაფერი, გიორგი დანიშნეს ჩემი სამსახურის დირექტორად.
შეიძლება გავგიშდე იცი? ძლივს რაღაცა ცხოვრებაში ნორმალურად მეწყობოდა და სამსახურში მისვლაც მიხაროდა და მაგას ახლა სერიოზულად ამბობ? რას სამსახურში მისვლა მიხაროდა? ანა, რა? ბევრს აძლევს ცხოვრება მეორე შანსს. შენ კი პირდაპირ ლანგრით მოგართვა. მოიცა ვერ გავიგე რა შენზე მაუბრები. დედა რა ვერ გაიგე. სამსახურში წახვალ, ყოველდღე ნახა, მოგეჩვევა, მიხვდება რომ უყვარხარ და ისევ ერთად კიდე იქ და რა სისულელებს ლაპარაკობ. ანა ხომ იცი, მე ინტუიცია იშვიათად მატყუებს, აი გიორგისნაირი ღირსეული ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. გამიკეთებ ხარ? ეხლავე. There's a place I go when I'm all alone. There's a song I sing when I'm tired of everything. Sometimes in the night, gaze at the stars so bright. Somewhere inside I know that life